მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, არბარობა და მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, რა სიხარული შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ჩემო კარგებო. ნახოთ ორ ვარიანტზე. თავდაპირველად მოусმინეთ საკუთარ ენერგიებს, თუ გეცნოთ საკუთარი თავი, საკუთარი სიტუაცია, ენერგიები, მაშინ გააგრძელეთ ყურება, თუ არა და გადაერჩიეთ ვარიანტი, ან შესაძლებელია, თუ არც ერთი არ გეცნოთ და მიხვდით, რომ თქვენი არ არის, ესე იგი დღეს არ არის თქვენი გაშლა. მაშინ ასე ნახოთ ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი, როგორი ენერგიებშია ჩემი პირველი ვარიანტი და როგორი ენერგიებშია ჩემი მეორე ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო. მე მგონი ჩანს დასტები, ანუ მე მგონი ესე უფრო ჩანს. პირველი ვარიანტი აი ეს და მეორე ვარიანტი. როგორ ენერგიებში ხართ თქვენ და რა სასიხარულო რა სიხარული შემოდის თქვენს ცხოვრებაში, უახლოეს პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ პირველ ვარიანტს და რა სიხარული შემოდის მეორე ვარიანტის ცხოვრებაში. მაშინ ასე დავიწყოთ თქვენი ენერგიების კითხვით და ვნახოთ პირველი ვარიანტი ვინც აერჩია. ჩემო ძვირფასებო, აქ ამოვიდა 8-იანი თასი. ეს გაშლა იქნება მართვის თუ თქვენ ამ მომენტისთვის რაღაც დანაკლისი გაქვთ, ემოციური თვალსაზრისით, შესაძლებელია დაკარგეთ ან ახლობელი, ან სიტუაცია ისეთი გარემოება, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდით და დატოვეთ. ანუ როდესაც შესაძლებელია პირად ცხოვრებაში არ მოგემართათ ხელი, ხო? ანუ ემოციურად პირველი ვარიანტი ვინც აერჩიეთ, საყვარელი ადამიანისგან ხართ გულნადგენი და ასე ვთქვათ ზურგშექცეული, ხო? ზურგშექცეული იმ გაგებით, რომ შეიძლება ვერ გაუგეთ ერთმანეთს, რაღაც გაუგებრობა ქონდა, რაღაც უკმაყოფილობა და გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ერთ-ერთმა დატოვეთ ურთიერთობა. ასევე არ არის გამორიცხული, ნუ ახლა ყველასთან პირადი ურთიერთობა არ იქნება, ჩემო ძვირფასებო. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ის სიტუაცია, რომ წახვედით, იძულებული იყავით და დატოვეთ თქვენი საყვარელი ადგილი, სადაც ცხოვრობდით, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდით, ხო? ანუ გამოხვედით კომფორტის ზონიდან და იმის გამო, რომ არ იყავით კმაყოფილი და უკეთესი გინდათ და უკეთესი იმსახურებთ, გადადგით ეს ნაბიჯი, რომ შეიძლება სულაც საზღვარგარეთაც წახვედით ზოგიერთი თქვენგანი, ხო? ასევე შესაძლებელია აქ იყოს ის ვარიანტიც, რომ ზოგიერთმა შეიძლება სამსახურიც დატოვეთ, ჩემო ძვირფასებო, ან მოხდა თქვენი რაღაც გარკვეული სიტუაციიდან წასვლა, ხო? ანუ იმ სიტუაციიდან და იმ გარემოდან წასვლა, სადაც თქვენ თავს კომფორტულად გრძნობდით, მაგრამ მაინც ემოციური თვალსაზრისით არ იყავით კმაყოფილი, ხო? შეიძლება ეს ნებისმიერი შეიძლება იყოს ის ვარიანტიც, რომ არ გაკმაყოფილებდეთ, ვთქვათ, ის სამსახური, ის შემოსავალი, ის პირობები, რაც გქონდათ და დატოვეთ, ხო? სამსახური ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ეს ვარიანტი. ერთი სიტყვით, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში მოხდა გარდამტეხი პერიოდის, ასე ვთქვათ, ეტაპზე ხართ, ხო? ან უკვე დაიწყო თქვენს ცხოვრებაში რაღაც გარდამტეხი პერიოდი, რომ უკვე საჭიროა დატოვოთ და ფიქრობთ ამაზე, ან უკვე მოხდა და აი ეს ნაბიჯი უკვე გადადგით, ჩემო კარგებო, დატოვეთ ის ზონა, ის ადგილი, ის პიროვნება, ის ყველაფერი, რაც არ გაკმაყოფილებდათ, რაც სადაც გრძნობთ, რომ თქვენ უფრო მეც იმსახურებთ. კი, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია თქვენთვის, ეს არც იწვევს ხშირ შემთხვევაში გულის წყვეტას, როდესაც რაღაც ნაცნობი ან ადამიანი ან რაღაც სიტუაცია გვეცლება ხელიდან, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის იმედი გვაქვს იმის, რომ მომავალში რაღაც უკეთესი მოხდება. კი, მე მინდა გითხრათ, რომ აქ არ არის გამორიცხული, რომ ქალი წავიდა ზოგიერთთან, ანუ ქალმა გადადგა ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ნახეთ, ხმლის დედოფალი ამოვიდა. ქალი, რომელიც ძლიერია, დამოუკიდებელია, აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა, გარკვეული გამოცდილება ცხოვრებაში, ხო? ზოგიერთმა შესაძლებელია მართლა დაკარგეთ საყვარელი ადამიანი, ხო? ანუ საყვარელი ადამიანისგან დარჩით გულდაწყვეტილი ზოგიერთი თქვენგანი. ანუ თუ გეცნოთ აი ეს თქვენი სიტუაცია, ხო? ანუ თუ რაღაც ისეთ ეტაპზეთ გახართ ამ მომენტისთვის, რომ უკვე ან მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება წასვლის, ან უკვე გააკეთეთ ეს ნაბიჯი, უკვე გადადგით, ხო? ესე იგი ეს გაშლა არის თქვენი. არ აქვს მნიშვნელობა ეს პირადი ურთიერთობა იქნება, საქმიანი სფერო თუ ნებისმიერი სიტუაცია, სადაც უკვე ფიქრია იმაზე, რომ უკეთესი გინდათ, უკეთესი იმსახურებთ, ხო? ანუ ეს გადაწყვეტილება უკვე თუ უკვე მიიღეთ და ან უკვე გადადგით ნაბიჯი.
მაშინ ეს გაშლა არის თქვენთვის შემოკარგებო და ნახოთ რა სიახლე შემოდის პირველი ვარიანტის ცხოვრებაში. ნახეთ ზომიერება, შემოკარგებო ზომიერება. აქ მინდა გითხრათ, რომ თქვენთვის სასიხარულო იქნება ის, რომ თუ რაიმეზე გქონდათ გული დაწყვეტილი და არ გაგიმართლათ, ხო, რაღაც არ გაკმაყოფილებდეთ, ყველაფერი დაბალანსდება. ყველაფერი ჩადგება თავის ადგილას მწყობრში, ხო? დამშვიდდება სიტუაცია, თუ რაღაც პარტნიორთან ან ვინმესთან რაღაც უსიამოვნოდ დაამთავრეთ, ხო, ეს რაღაც თქვენი სიტუაცია, მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი დასტაბილურდება თქვენ. თუ სამსახურიდან წახვედით, აუცილებლად გამოჩნდება ალტერნატიული ვარიანტი, აუცილებლად. თუ გადაწყვიტეთ და ოჯახიდან წახვედით, სახლი დატოვეთ თქვენი, ან პარტნიორი დატოვეთ თქვენი, აუცილებლად დააწყნარდება სიტუაცია და დამშვიდდება და რაღაც გამოსავალს აუცილებლად იპოვით, ხო? ანუ სიმშვიდის პერიოდი და დაფიქრების პერიოდი მოვა ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება რაღაც გაგიჩნდეთ იდეა იმის, რომ თქვენი საკუთარი ცხოვრება, თქვენი საკუთარი რაღაც წამოიწყოთ, ხო? ანუ ძალიან ბევრთან სასიხარულო მომენტი იქნება ის, რომ სიმშვიდეში იპოვით ჯერ ერთი სულიერ ასე ვთქვათ, სულიერ სიმშვიდეს, ხო? სულიერად დამშვიდდებით, აი ამ ქაოსური რაღაც ფიქრებისგან, რომ გაეცლებით ამ ყველაფერს, მოგეცემათ იმის დრო, რომ დაფიქრდეთ ყველაფერზე კარგად და ყველაფერი საჭირო, ასე ვთქვათ, კალაპოტში ჩადგეს. კიდევ რა იქნება სასიხარულო? ნახეთ, ძალის არკანი ამოვიდა. ძალიან ბევრი შემოძვირფასებო მე მინდა გითხრათ, თუ დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოჩნდით რაღაც აი ამ სიტუაციების გამო, რაც უკვე ჩამოვთვალე, აი ეს ყველაფერი გაგაძლიერებთ, ხო, ძალის არკანი ამოვიდა. საკუთარ თავში იპოვით ძალას, თავდაჯერებას, იმას, რომ საკუთარი ცხოვრება მართოთ თქვენ, საკუთარი ნახეთ ეტლი, ანუ ეს ყველაფერი გამოცდილებად, ასე ვთქვათ, გამოცდილებაა თქვენი და გამოცდილება და შეუპოვარი გახდებით და ყველაფერს ანუ ვერავინ შეგაჩერებთ ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარემო ფაქტორები ძალიან არ იყოს ამ მომენტისთვის, ხო, ფიქრობდეთ, რომ აი როგორ რანაბის გადავდგავ, რას გავაკეთებ, აუცილებლად გამოჩნდება სიტუაცია ისე და ისე დაალაგდება ყველაფერი, რომ მართვისადავებს თქვენ ხელს, თქვენს ცხოვრებაზე თქვენ აიღებთ და საითაც გინდათ, იქით ასე ვთქვათ, იქით ისე წარმართავთ თქვენს ცხოვრებას, ერთი სიტყვით ეს ყველაფერი შეგძენთ. ჯერ ისედაც ხმლის დედოფალი ამოვიდა, ხმლის დედოფალი ეს არის უშიშარი პიროვნება, მტკიცე ხასიათის, მტკიცე ნების ყოფის, რომელიც შემდეგ მიუხედავად სირთულეების არ გაჩერდება. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ რაღაც გამოსავალს აუცილებლად იპოვით უახლოეს პერიოდში, იმ პერიოდში რა პერიოდის თავად ჩაიფიქრეთ, აუცილებლად გამოჩნდება შეიძლება პიროვნება, ვინც გვერდში დაგიდგება და რაღაც გზას გაჩვენებთ, ხო? ანუ სასიხარულო სიახლე იქნება ის, რომ თქვენ საჭირო რელსებზე აუცილებლად დადგებით, შემოკარგებო. ნუ აღარ გავაგრძელებ მე, იმიტომ რომ ნახეთ, სამი მაღალი არკანი ამოვიდა, ზომიერება, ძალის არკანი და ეტლი, შემოკარგებო. ანუ მე აღარ გავაგრძელებ, ძალიან მნიშვნელოვანი სამი მაღალი არკანი ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ აი ამ პერიოდის გადალახვის შემდეგ, რაც თქვენ ან გაიარეთ, ან აპირებთ, რომ გადადგათ ეს ნაბიჯი, საკმაოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის გაცნობიერება, რომ თქვენი ძალა თქვენშია, თქვენი სურვილების და ჩანაფიქრების განხორციელება თქვენს ხელთა, ერთი სიტყვით, და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გერით, იმიტომ რომ სამი მაღალი არკანი ეს არ იქნება მარტივი შეიძლება გზა, მაგრამ აუცილებლად იპოვით სიმშვიდეს, აუცილებლად საჭირო, ასე ვთქვათ, რელსებზე დადგებით აუცილებლად. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი, რაღაც გამოსავალს აუცილებლად იპოვით, ერთი სიტყვით. ასეთი იყო პირველი ვარიანტი. მე მადლობას მოგახსენებთ. პირველ ვარიანტს მოსმენისთვის და ყურებისთვის და მე ზედმეტ კარტებს ავიღებ აქედან და ვნახოთ მეორე ვარიანტი. მოგესალმებით მეორე ვარიანტს და ვნახოთ თქვენი ენერგიები ამ მომენტისთვის, როგორ ენერგიებში იმყოფებით ახლა ამ მომენტისთვის, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ვნახოთ 10-იანი კვერთხი, ნახეთ შემოძვირფასება. როგორ შეწყებული სახე აქვს პიროვნებას, იმდენი საქმე აქვს, იმდენი პასუხისმგებლობა, ყველაფერი თითქოს მონიშნულია, ყველაფერი თითქოს დალაგებული, მაგრამ ძალიან
დიდ, ასე ვთქვათ, სტრესს განიცდით, შეიძლება ძალიან ბევრი საქმე გაქვთ ერთად და ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ერთი სიტყვით აღებული საკუთარ მხრებზე და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი თითქოს თქვენთვის უფერულია, თითქოს ყველაფრის ინტერესი დაკარგეთ, ხო, საკუთარ თავსაც კი ვეღარ აქცევთ ყურადღებას, ხო, ნახეთ, თმები აწეწილი, სახე უძილო, მუხტ-ჩაუხრელად შრომობთ ერთი სიტყვით, მუხტ-ჩაუხრელად შრომობთ, მაგრამ თითქოს ბოლოში მაინც ვერ გადიხართ, მაინც ვერ იმ შედეგს ვერ იღებთ, რაც გინდათ, ჩემო კარგებო. შეიძლება ძალიან ბევრს იღებთ საკუთარ თავზე, ძალიან ბევრ ტვირთს იღებთ საკუთარ თავზე და ძალიან ბევრს ფიქრობთ იმ მოვალეობებზე, რაც გაკისრიათ, იმ პასუხისმგებლობებზე, რაც გაკისრიათ და საკუთარი თავისთვის რომ იტყვიან აღარ გრჩებათ დრო, ხო? ანუ ეს არკანი მიუთითებს ამას, რომ შესაძლებელია ზოგიერთ თქვენგანს გქონდეთ იმდენად გადაღლილი ხართ ამდენი საქმით, ამდენი საზრუნავით, რომ შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ჯანმრთელობის პრობლემაც კი შეგექმნათ, ჩემო კარგებო და უკვე ეს სიმპტომები, რაც აი ნერვულ დაძაბულობა, სულ დაძაბული რომ ხარ, სულ აი მოჭიმული რომ იტყვიან სტრუნის სიმები, აი ეს ნერვები ხო დაჭიმული უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ძალიან გადაგხალათ ამ ყველაფერმა და ძალიან გინდათ დასვენება ერთი სიტყვით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაქვთ საკუთარ თავზე აღებული. ნუ თუ გეცნოთ საკუთარი თავი, საკუთარი სიტუაცია გავაგრძელოთ ყურება. და მე მაინტერესებს. გადმოხდა რაღაც არკანი. და მინდა გითხრათ, რომ ორიანი კვერთხი გადმოხდა. ანუ შეიძლება გიკავიათ რაღაც ისეთი პოსტი სამსახურებრივად, რომ სამსახურში იტვირთებით ძალიან, არც ეს არ არის, ანუ ზოგიერთად შესაძლებელია ესეც იყოს, ხო? რაღაც აი ამ ყველაფრის შემდეგ, ამდენი ტვირთის საკუთარ თავზე აღების შემდეგ თითქოს ფიქრობთ რაღაც ალტერნატიულ გზაზე, ალტერნატიულ ვარიანტზე, ხო? ანუ რა გამოსავალი ნახოთ. ძალიან ბევრთან ეს სიტუაცია ნამდვილად დაკავშირებულია საქმიან სფეროსთან, სამსახურთან, იმიტომ რომ სამიანი კვერთხია, ხო? ანუ ძალიან ბევრი რაღაც პასუხისმგებლობა გაკისრიათ, შეიძლება სამსახურში და ასევე სამსახურთან ერთად ოჯახის პასუხისმგებლობებიც და ძალიან გადაიღალეთ და გინდათ დასვენება ჩემს ძვირფასებო. ნუ აი ესეთი ენერგიებია, მეორე ვარიანტის ენერგიები და მოდი ვნახოთ მე მინდა გითხრათ, რომ რაღაც გეგმას განიხილავთ. შეიძლება ფიქრობთ, რომ თუ არ გაქვთ ამ მომენტისთვის სამსახური და ეს პასუხისმგებლობები დაკავშირებულია თქვენს პირად რაღაც მოვალეობებთან, ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ, ფიქრობთ უკვე რაღაც ნაბიჯის გადადგმას, რაღაც რომ მოიფიქროთ, რაღაც საკუთარი რომ გააკეთოთ, ანუ რაღაცნაირად რაღაც გზებს ეძებთ ერთი სიტყვით, გზებს ეძებთ, რომ რაღაც ალტერნატიული ვარიანტი მოქმედების, ასე ვთქვათ, განახორციელოთ და რაღაც დამატებით რაღაც ნაბიჯი გადადგათ ერთი სიტყვით, გააკეთოთ ერთი რაიმე, რომ აი შეგიმსუბუქდეთ ეს თქვენი პასუხისმგებლობები და მოვალეობები. ნახოთ აბა რა გაგიხარდებათ უახლოეს პერიოდში. კიდევ ერთსაც დავამატებ, შეიძლება იყოს ის ვარიანტიც, რომ სამსახურში თუ ხართ დასაქმებული, შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ განიხილებოდეს იმის გამო, რომ ხართ ძალიან პასუხისმგებლობით სავსე პიროვნება და ყველაფერი თითქმის თქვენი გასაკეთებელი არ არის გამორიცხული, რომ განიხილებოდეს თქვენი დაწინაურება, ხო, ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს, ჩემო ძვირფასებო, ახლა ეს და ორაკულის ტიპის დასაცაა და ამიტომ ეს ინფორმაციაც მინდა რომ გავაჟღერო და ნუ რაც თქვენია, რა ინფორმაციაც გეცნოთ ის მიიღეთ და ვნახოთ რა სასიხარულო სიტუაცია ან მომენტი ან რა გელოდებათ, რას გიმზადებთ ერთი სიტყვით სამყარო ახლოეს მომავალში რა გაგიხარდებათ და გაგიხარდებათ ის რომ 6-იანი ხმალი ამოვიდა, ჩემო კარგებო. გაგიხარდებათ ის რომ შეიძლება ძალიან ბევრ თქვენგანმა აი ეს პასუხისმგებლობა და ეს ტვირთი, ასე ვთქვათ, ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება წავიდეს სადმე სამოგზაუროდ, ხო, აიღოს ჩემოდან, ჩაალაგოს და თავის მეგობრებთან ერთად სადმე წავიდეს სადმე დასასვენებლად, ეს ვარიანტიც შეიძლება. ასევე ვინც არ გეგმავთ მსგავს რამეს, რაღაც გამოსავალს აუცილებლად იპოვით თქვენი მეგობრების დახმარებით, ჩემო ძვირფასებო. ანუ 6-იანი
ხმალი ეს არის, როდესაც რთული სიტუაციიდან ხდება გაარიდება, ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი რაღაც ნაბიჯის გადადგმა, რომელიც შეიძლება უცნობია ამ მომენტისთვის რა იქნება მომავალში არ იცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გზას პოულობთ და შეიძლება ეს იყოს ზოგიერთისთვის ან ახალი სამსახურზე გადასვლა, ან ახალ თანამდებობაზე, ან ახალ პოზიციაზე, ან შეიძლება რაღაც სიტუაცია მთლიანად შეიცვალოს სასიკეთოდ, ჩემო კარგებო. და ამაში შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი მეგობრები, თქვენი საახლობლო, ჩემო კარგებო. აქ არის რაღაც რთული მომენტიდან, ეს რთული და ძაბული, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების, ასე ვთქვათ, ცვლილება მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ჩემო კარგებო. ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა გითხრათ, რომ თუ ამ მომენტისთვის რაღაცაზე ხართ გულდაწყვეტილი, გულნატკენი, რომ აი თითქოს თქვენი გვერდში მდგომი არავინ არ არის, აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია. ამას მე-20 მაღალი არკანიც მოგიწოდებთ, რომ დროა შეცვალო ყველაფერი, დროა ის ცხოვრება, რაც ანუ შენი, ასე ვთქვათ, პოდიუმზე გამოხვიდე, დროა უკვე, რომ შენ კი არ სხვებმა კი არ გმართონ, შენ მართო შენი ცხოვრება, შენ წარმოაჩინო შენი, ასე ვთქვათ, ღირსებები, გააკეთე, აი ასე გეუბნება ეს არკანი, რომ გააკეთე, ასე ვთქვათ, შეაჯამე შენი გამოცდილება, შენი ცოდნა, შენი ყველაფერი და დაიწყე ყველაფერი თავიდან, ხო, ახალი ფურცლიდან. შეიძლება ძალიან ბევრის მხრიდან იყოს აქ რაღაც კრიტიკული შეფასებები, იყოს თქვენი, ასე ვთქვათ, შეიძლება ვინმემ რაღაც განსჯითაც თქვას, ხო, ანუ რაღაც კრიტიკული შენიშვნა, მაგრამ ამის არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ყველაფერი, რაც ცხოვრებას გირთულებთ, უნდა დატოვოთ, კი, უნდა დატოვოთ. აი ნახეთ, თუ მიჯაჭვულობა გაქვთ, ეშმაკი ამოვიდა და კოშკი ამოვიდა შემდეგ, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, რაიმე რაც გაწუხებთ, ხო, და ის ტვირთი, 10-იანი კვერთხი ამოვიდა, ხო, ის ტვირთი და აი შეიძლება თქვათ, რომ აი ყველაფერი ჩემსია და რანაირად, ხო, აუცილებელია, რომ თქვენი ფასი თქვენვე უნდა იცოდეთ და ის რაც გაკავებთ და რაც აი ჯაჭვებს და ბორკილებს გადებთ, აუცილებლად ეს თუ თქვენ არ შეცვლით, მე-20 არკანი უზენაესი სამშობლო ამას გეუბნებათ, ხო, თუ თქვენ არ შეცვლით, ეს აუცილებლად მაინც მოხდება, მაინც დაინგრევა, ჩამოინგრევა, აქ ცოტა სხვანაირი ეს არის ცეცხლი უკიდია, ხანძარი გაჩნდება, ხო, მაგრამ ადამიანები ნახეთ გამურბიან, ასწრებენ გამოსვლას. აუცილებლად უნდა შეცვალოთ ის, რაც ამ მომენტში თქვენს ცხოვრებას და თქვენს წისვლას აფერხებს, თუ თქვენ არ შეცვალებთ, თქვენს მაგივრად ამას არავინ არ გააკეთებს, ჩემო-კარგებო. და სასიხარულო სიტუაცია და სასიხარულო, ასე ვთქვათ, უახლოეს ის გაგიხარდებათ, რომ ამ ყველაფერს შეცვლით, რადგან უკვე 6-იანი ხმალი ამოვიდა პირველი, ხო, ანუ რაც გაგიხარდებათ და ამაში დაგეხმარებიან. ამაში მთავარია თქვენ არ შეშინდეთ და დროულად გადადგათ ის ნაბიჯი, რაც გადასადგმელია თქვენი მხრიდან, ჩემო ძვირფასებო. ну ასეთი იყო დღევანდელი გაშლა. ერთი წუთით მე არ მინდა რომ კოშკის არკანით დავასრულო. აზია საუბარი. კი, ნახეთ რა ამოვიდა. მე დავაზუსტე კოშკის არკანი და ამოვიდა ის, რომ 6-იანი კვერთხი, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, თუ თქვენ გაცნობიერებთ თქვენს, ასე ვთქვათ, სიტუაციას და გადადგავთ ნაბიჯს, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგათ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. თუ თქვენი მეორე ვარიანტი უფრო ძალიან ბევრისთვის იქნება ის სამსახურის და პირადი, ასე ვთქვათ, კარიერის საკითხი, უფრო მეტად ბევრი დიდი ნაწილისთვის. ამიტომ თუ თქვენ რაღაცის შიში გაქვთ, რომ დარჩებით, ვთქვათ, უსახსროდ და ასე ვთქვათ, ვეღარ გაუმკლავდებით, ვთქვათ, იმ მატერიალურ, ვთქვათ, ვალდებულებებს, რაც შეიძლება გაქონდეთ, ხო? ანუ ყველაფერი მოგვარებადია, უბრალოდ თქვენ უნდა საჭირო ადამიანები თქვენს გარშემო, თუ საჭიროა დახმარებაც ვთხოვოთ. იმიტომ რომ მეგობრები, როგორც ჩანს, თქვენს გვერდით არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც თავს კარგად გრძნობთ, ვისთან ერთადაც შეიძლება რომ რაღაც გამოსავალი იპოვოთ. და ის რომ რაღაც რთულ სიტუაციაში ხართ და
აუცილებელია რომ აი ამ სიტუაციიდან დროულად გამოხვიდეთ, ამის გამოსulis ასე ვთქვათ გზა აუცილებლად მოიძებნება უახლოეს მომავალში და აუცილებლად გათავისუფლდებით და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. იმიტომ რომ ნახეთ 6-იანი კვერთხი და დასტის ფონად მაქვს მზის არკანი, ჩემო ძვირფასებო, მზის არკანი. აუცილებლად გამოინახება ის გზა, რაც თქვენ გაწუხებთ ამ მომენტისთვის და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. მთავარია თქვენ გადადგათ ნაბიჯი და თქვენ არ შეგეშინეთ, ჩემო ძვირფასებო. აი ეს არის დღევანდელი გაშლა. მე მადლობას მოგახსენებთ, ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის. დამიტოვეთ კომენტარებში რომელი ვარიანტი რეზონირდა. მადლობა.